მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთი საქმის შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე ჩემი პირადი პრაქტიკიდან არის და რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხებს. საქმის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობდა შემდეგში. 2020 წლის 13 აგვისტოს დაფიქსირდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. განხორციელდა აღნიშნული კონკრეტული დაზიანებული ავტომობილის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი და შესაბამისი დასკვნით განისაზღვრა კონკრეტული ოდენობის თანხაც. რაც შემდგომში გახდა სასამართლო დავის საგანი და სააქციო საზოგადოებას სადაზღვევო კომპანია ალფა ჩემი კლიენტისგან მოითხოვდა ზიანის ანაზღაურების სახით 14,130 ლარის ოდენობით ანაზღაურებას. თავისი კუთვნილი სახელმწიფო ბაჟი 423,90 ლარის ოდენობით. საქმეზე განხორციელდა ბუნებრივია სრული წარმომადგენლობა კონკრეტული მტკიცებულებების მითითებით. საქმის გარემოების სრულყოფილი შესწავლის შემდგომ საბოლოო ჯამში მხარეებმა მივაღწიეთ შეთანხმებას და კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვის ფარგლებში ბუნებრივია რაც წარმოადგენდა ჩემი როგორც ადვოკატის ვალდებულებას საბოლოოდ გაფორმდა მორიგება და კონკრეტული თანხა რათიც მოხდა მორიგება შეადგენს სულ 9,000 ლარს. მორიგება დასრულდა ისევ და ისევ კლიენტთან შეთანხმებით, ბუნებრივია ეს იყო დავის ოპტიმალური და სწრაფად დასრულების საშუალება. ბუნებრივია საქმის სასამართლო დავის გაგრძელების შემთხვევაში წინასწარ იმის თქმა თუ რა შედეგი დასრულდებოდა არის შეუძლებელი, თუმცა ფაქტობრივად 15,000 ლარიდან ჩამოსვლა 9,000 ლარზე ნამდვილად არის მნიშვნელოვანი ინტერესი და მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას სარგებელი ჩემი კლიენტისთვის. ავტოსატრანსპორტო საგზაო შემთხვევა იყო უდავო და მიყენებული ზიანის მოცემულობაც ასევე იყო უდავო, თუმცა ის შედეგი რაც დადგა, ბუნებრივია თავიდან ბოლომდე არის კლიენტის ინტერესების დასაცავად განხორციელებული ღონისძიებების ნაყოფი. შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი თავები აღნიშნული შემთხვევიდან გამომდინარე, როდესაც სადაზღვევო კომპანიები ითხოვენ შეუსაბამოდ მაღალი ზიანის ანაზღაურების ოდენობით თანხას, უნდა დამიკავშირდეთ და გვერდებით მე გავაკეთებ ყველაფერს თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად. გმადლობთ ყურადღებისთვის და დროებით.